Lots of quellas in Sipol. Met გადაგზდებ ზაფსი კონდე. მინდა რომ ისურო ხოლმე სიგეთე. მინდა რომ ისურო სულიერ წინსვლა მიუხედავად ბრძოლების მიუხედავად მართვის სიმძიმისა და ხილული თუ ხილული ბრძოლებისა ჩვენ მაინც ვიცით რა ბრძოლებია ვიცით რა ყველაფერი მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ჩვენ სიმძიმის სენს ვინარჩუნებთ ქრისტეში ჩვენ სულიერ სწორნასწორობას და ჩვენს ვთქვათ დანიშნულებას უფალში ამისათვის რომ შევიყვაროთ უფალი უნდა უფრო მეტი ვილოცოთ სიყვარული მოდის ლოცვით სიყვარული გვეძლევა ნიჭია და უნდა ვითხოვოთ და მოგვეცემა იმიტომ რომ ადამიანს ბევრი რამე აქვს სათხოვარი ძალიან ბევრი რამე უნდა ითხოვოს ადამიანმა ზოგი ამბობს რომ თუ არა გაქვს არ გიქნებაო თუ არა გაქვს გვეძლევა ნიჭები ჩვენ თუნ არა გვაქვს უფლისგან გვეძლევა 7 ნიჭი და 9 ნაყოფი უნდა გამოვიდეს ძალიან ბევრი რამე უნდა ითხოვოს ადამიანმა ეს მამაოჩვენოს სულ ხოვნებია ხო ამიტომ ხოვნა ვედრება აუცილებელია ჩვენით ვერაფერს ვერ ვთქვით ამიტომ ჩვენ რომ რამე შევძლებთ ამისათვის ჭირდება დახმარება ზეციდან ის დახმარება რადგან ბევრი უნდა ვითხოვო და ვებედო თუმცა ეს არის გზის გახსნა რაც მე არ შემიძლია შენ მომეცი როცა ეს არის რომ მე არ შემიძლია შენ ვთქვათ ნათქვამია ითხოვდა და მოგეცეთ თქვენ ხო იძიებდა და ხო და ამ შემდეგ თუ კი თქვენი ცით ხოვნელებმა თქვენი ცით თქვენ რომ თხოვს ცოდვილებმა მისცეთ რაც საჭიროა ზეცაში ვინც არის უფალი მან არ იცისო ანუ ხოვნელი სიხშირად იგულისხმება ამიტომ სულ ხოვნა სულ ვედრებაა ამიტომ არასწორი არის მოსაზრება იმისა რომ თუ გაქვს ხოლმე მაშინ შეიძლება რაიმე ითხოვო ეს აბსურდია უბრალოდ უცოდინარობის შედეგია ეს სახარებისა უცოდინარობის შედეგია სულიერი განვითარების კანონებისა საერთოდ უცოდინარობა ამ შემთხვევაში პრეზუმპცია ვერ იქნება უცოდინარობა ვერასოდეს ვერ იქნება ადამიანის ოდიოზური მოსაზრებების გამართლება და თვითდაჯერებულობის რაღაცა ეს თქვათ ესეთი უცნაური ფორმა უცოდინარობა თავისთავად ყოველთვის იწვევს დაცემას შეცდომას და ყოველთვის იწვევს გადასვლას, ანუ არასწორო გზაზე მიდის ადამიანი. ცოდნა პირდაპირ დაკავშირებულია სიყვარულთან, სიყვარული დაკავშირებულია ცოდნასთან, სიბრძნესთან, ზეციურ კანონების ცოდნასთან, ზეციურ აქსიომების ცოდნასთან. ამიტომ მეტი უნდა ვილოცოთ, მეტი უნდა ვევედროთ, ძალიან ბევრი უნდა ვილოცოთ. ისედაც ძიმე ცხოვრებაა, ეხლა თუ არც ლოცულობს ადამიანი კიდე წოდებში ვართ და მაშინ ძალიან ძველი იქნება მისი საქმე. ამიტომ მეტი, უფრო მეტი წარმატებული მინდა სულიერი, უფრო მეტი სიფრთხილე, მეტი წინდახედულობა, მეტი ეს ვთქვათ გულით სიყვარულის ხოვნა რომ გულში აივსოს ჩვენი სული სამშველის სხეული, აივსოს სიყვარული ღირსადმი, ყველა კნილებისათვის მართლა ადამიანი კი მთელი ყველაფერი უნდა გიყვარდეს. ადამიანი უნდა გიყვარდეს მოყვასეულ საკუთარი თავი. საკუთარი თავის სიყვარულიც კიდე მთელი მეცნიერებაა. უნდა ისიც გაარკვიო, რა უნდა გიყვარდეს შენში, ყველაფერი კი უნდა გიყვარდეს, ცუდია კი უნდა გიყვარდეს შენში. ამიტომ ჯერ შენი თავი უნდა შეიცნო. საკუთარი თავი რომ გიყვარდეს და მოყვასი რომ გიყვარდეს საკუთარი თავი, ჯერ შენი თავი ქრისტეში უნდა შეიცნო. თუ შენ თავს ვერ შეიცნო, ცოდნა არ აქვს შენ თავზე, მოყვასს როგორც შენ თავს როგორ შეიყვარო, თუ შენ ვერ გაგიგია ვინ ახარ და რა ხარ. რა არის შენი ცხოვრების აზრისი, რა არის შენში კარგი, რა არის შენში ცუდი, რა შეიძლება, რა არ შეიძლება. თუ ესენი არ იცი, მაშინ როგორ შეიყვარებ შენ თავს. და მოყვასაც კიდე შეიძლება ისეთი რამე შეიყვარო შენში, რომ ის მოყვასში რო გიყვარდეს, საერთოდ აუნის პირიქით, შენს გავლენას და სხვასაც. ის კარგი უნდა გიყვარდეს შენში. რაც მარადიულია, რაც წარმავალი და რაც ამოვება ეს კი არ უნდა გიყვარდეს შენ თავში და მე მოყვასში ისიც, რაც ცუდია. კარგი უნდა გიყვარდეს. ამიტომ პირდაპირ დაკავშირებულია საკუთარი თავის ცოდნასთან, მოყვასის სიყვარული. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ამაზე. გავიაზროთ ეს ძალიან ბევრი არის. ხო თითქოს მოკლედ არ იგება, ხო? გიყვარდეს მოყვასი შენი საკუთარი თავი, მაგრამ აბა გაიგე შენი საკუთარი თავი როგორ გიყვარდეს. ამაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. უпроцент ბევრი უნდა ვილოცოთ. ლოცვითი ფიქრია აუცილებელი, ფიქრითი ლოცვა. ფიქრი გაჟღერტილი ლოცვით და ლოცვა გაჟღერტილი ფიქრით. იმიტომ რომ ეს ლოცვა
მარტო ხოვნა არ არის, როდესაც უზარმაზარი ცოდნა არის. Სიმძლე არის ჩადებული. სტრიქონებს შორის და სტრიქონებშიც. ამიტომ ეს საჭიროა, რომ მეტად დავიქცეთ ამაზე. და სიფრთხილე ვახსენეთ, წინდახედულობა, რა თქმა უნდა, სიფრთხილე კარგია, მაგრამ ჩვენ არა ვართ ახლა პროგნოზი რაც არ უნდა ვეცადოთ, პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მომავალი რა არის, როგორ მომავალი ღვთისაა. რაც არ უნდა ფრთხილად იყო, ბრძოლებისაგან დაზღვეული მაინც ვერ ახართ. რაც არ უნდა ფრთხილად იყო და რაც არ უნდა დაიცვა, ყველაფერი მაინც ვერ ახარ ბრძოლებისაგან დაზღვეული. იმიტომ რომ შენი სულიერი მდგომარეობა იმდენად დაბალია, იმდენად არ არის იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რომ შენ ხა პერფექტული იყო და რაღაცა უცდომელი იყო. ვერ იქნება ეს. შეცდომებს დაუშვებ. ვინც არაფერს არ აკეთებს, ის შეცდომებს არ უშვებს. ის უკვე თავიდან გლობალურ შეცდომაშია. ვინც რაღაცას აკეთებს, იმს უშვებს შეცდომებს. და მოყვება ამას გარემოსაგან ნეგატივი, რასაც ვიღებთ ხოლმე აღარ ჩამოხლეთ. რამდენი ლაპარაკი ამ ნეგატივზე, იმიტომ რომ ეს შედის, ასე ვთქვათ, ჩვენს მიწიერი ცხოვრების მენიუში, რო ითქვია, დისკომფორტში შედის. მე ნებაყოფლობის დისკომფორტსაც ვიქნით მარხვაში, ხო, ესაც შეიძლება, ის შეიძლება, ის არ ჭამო, ეს ამისგან თავი შეიკავება. ყვებაზე არ არის აქ ლაპარაკი, სულიერი თავი, სულიერი საზრდელი რა არის გაიგო. იცით ადრეს ვიზახი, თავარია რომ მარხვაში ჩვენ სულიერ პრინციპს, სულიერ საზრდელზე ვიფიქრობ. და არა იმაზე რა შეჭამო, რა არ შეჭამო, ბოლოს და ბოლოს ქრისტიანობა კურსზე გამოვალი არა. და მარხვა ხელის შეწყობაა და დახმარებაა. და ორგანიზმმა რაღაც უფრო განიწმინდოს, განიბაროს შენ სული სამშინველი სხეული. ამ სხეული თავისაც იტყობს და ცოტა დისკომფორტი რომ შეუქმნა. მარტო სხეული ხوار ხარ. ზოგი მარტო სხეულზე ზრუნავს და სხეულთან აიგივებს თავის თავს. შეაიხედავს სარკეში და გონია რომ მარტო რასაც ხედავს ის არის. აი სხეულია მარტო. და იმ სხეულს აფუფინებს, კარგად ყვებავს, კარგად ვარცხნის, კარგად გულის, კარგად ასე ვთქვათ, აცმევს და ასე შემდეგ. სხეული რო არ არის თვითონ მარტო ხო? ამაში მე რაც მომდება. გვიან რო არ იყოს, ჯობია თავიდან მივხვდეს, რომ მარტო სხეული არ სამშინველი არ არის. სულია ადამიანი პირველ რიგში. მაგრამ სამივე ერთად, რიცხვი 3 ახლა შეადებული. სულისა, სამშვილისა, სხეულისა. არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, ყველაფერი ერთად. სხეულისთვისაც ვიბრძვით ჩვენ. სხეულიც უნდა ის ტაძარი იყოს. ამისთვის არის ვარყვა, რომ ზუსტად ამაშია ჩადებული საიდუმლო ჩვენი არსებობის. საიდუმლო არის, დიდი საიდუმლო სხეული ინსტრუმენტია. გადაციფრე სატრანსპორტო საშუალებაა, უხეშად ვთქვათ, ტექნიკური ენით ამ მიწიერი ცხოვრების ძიმე რეალიებში, ამ ლაბირინთებს, სადაც ვარ, პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხს, ხო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოსტსაბჭოთა სივრცეში, თავისი სასტიკი კანონებით, თავისი სასტიკი ქაოსით, თავისი კრიზისით, თავისი არასტაბილურობით და ასე შემდეგ სამი წერტილი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მიწაზე, იმიტომ რომ ღმერთმა არაყოფიერი და ყოფიერში მოგვიყვანა. მადლობა ღმერთს ამისათვის. ეხლა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მაგრამ ცოტა ამავე დროს ყურადღებით ვიყოთ. იგვიძებდით და ილოცებდით, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელშიო. ქრისტეს რა უქნეს რომ მოვიდა გახსოვთ, ხო? რა გადაიტანა. იმასთან სადმივალ ჩვენ უფალთან, მაგრამ ის იმიტომ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ცოტა მე მილიონებით მაინც მივემსგავსოთ და დავატანოთ აზრი. როგორ უნდა მოვიქცეთ. მოიწვინა ჩვენს დაგვიბარა მოწვინება. სიფრთხილე დაიცავით, იღვიძეთ, ილოცეთ. გარუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელში და არამედ მიხსენით ჩვენ ბოროტება მithხოვოთ ილოცეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ბოროტება. და ამავე დროს ლობს შექმნა და აქ მოგვიყვანა ესეც განსაკუთრებული მისიაა, განსაკუთრებული გამოცდილება ვიღებთ აქ ჩვენ. ვინიც ვინ არის გამხდელი, ყველა თავისი დაჭირება. ყველა თავისი დაჭირება. ყველა თავისი ბრძოლა აქვს. ვერაფერს ვერ იზამს. ვერსად ვერ გაიქცევ. აქ უნდა შეასრულო, ვერსად ვერ დაემალები ზეცას. აქ უნდა შეასრულო შენი მისია. გიჭირს, გილქის, აქ უნდა გააკეთო ის რაც გევალება აქ. აქ სადაც დავუშვი შეცდომები, აქ უნდა გამოასწორო. მერე და არ ვიცი რომ ის კი რა ეხლა, უნდა მოინანო. აი ეს არის რთულია ძალიან.
ეს იშვიათია ქრისტიანული მისია, ქრისტიანული ცხოვრება დღეს იშვიათი მისია. ეს არის ძალიან დიდი. ვინც დღეს უერთგულებს უფალს, ვინც იქნება დღეს ნამდვილი მორწმუნე, ის არის პირდაპირ ეს ვთქვათ უსისხლო მოწამე. ეს ვინც იქნება მორწმუნე და სიყვარული ვისაც ექნება ამ სინძულვილის ოკეანეში, უგრილობაში, უსიყვარულობაში, უყურადღებობაში და ასე შემდეგ, ვინც არის ხო, და აქ მაინც მიუხედავად ყველაფრისა იცის რა ეს ყველაფერი მაინც ხილმჩრელივით მიდის და იცის რა ყველაფერი ეს მაინც ჯიუტა თავის მისიას ქრისტეს ერთგულებას თავის მისიას ასრულებს. აი ეს არის ნამდვილი მორწმუნე თორე თუ ყველაფერი იდეალურად არის ახლა და იმაში ხარ, სათბურში ხარ, მაშინ გასაგებია, სულ გაზაფხულია და სულ ზაფხულია და სულ სითბო და ესე. აი როცა ცივა და დისკომფორტია და ასე შემდეგ, სულია დისკომფორტი. პლუს კიდევ ძალით არ გინდა ძალით ისედაც ნებით უნებლიეთ იმდენი რაღაცა ნეგატივია იმდენი უარყოფითია რაც კარგს ასვაკეთებ აი კარგს ის იმას და ჩაეჭიდო იმ კარგს უნდა დაეღო რომ კარად იყო და იმაში აი ეს მინდა რომ ეს წიგნი ახლა ამ მარხოში ძალიან კარგი არის ივანე კიბის აღწერელი 30 საფეხური აი ეს დაიკითხეთ ის კარგია ხა ის ძალიან ბერულია ცოტა მაგრამ უნდა წავიკითხოთ ის რაღაცეები მარტო ეს კი არა ეს კარგია ასევე კარგია უხილავი ბრძოლა რა თქმა უნდა ცოტა ბევრი ძალიან ისეთია ხა ძალიან არ უნდა გახვიდეთ სადღაც კოსმოსში მაგრამ ვასწავლებს უცაეპოტინები ძალიან ესე თქვილად წაიგეთ თუ ისეთი მოთხოვნებია შეიძლება ბრძოლები და ეს შვიდად მოძღვრის შევით რაღაცა წაიგეთ კითხვები დაგება და გავიაზროთ და ვისაუბროთ კითხვები რო არ აქვს ადამიანს ძალიან ცუდია კითხვები უნდა გქონდეს და ამავე დროს კითხვაზე პასუხის მოსმენის უნარჩვეობა უნდა გამოიმუშაოს თუ კითხვას არ swams ზოგი არ სწორად swams კითხვას და თუ დასვამს მერე მოსმენა არის ის კითხვა პასუხგაცემული კითხვა გაიგოს და მიიღოს პასუხი მაინც ამ ლექციის შეიძლება მოკლე ფორმით მიიღოს პასუხი თუ კითხვები რო არ აქვს ეს ძალიან ცუდია პასუხებიც არ იქნება მარტო პასუხები არ იქნება ესე თავის თავად ეს იშვიათი მოვლენაა რომ მარტო პასუხები მოდის ეგრეც არის მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა ძალიან რომ მარტო პასუხები მოდის პირდაპირ ეს ზეცა შეუძლია მაგრამ როცა კითხვები გააქვს აი მოძღვარი სამისთვის არის და რაღაცა და ესე გავაკეთოთ უნდა მარტო ჭამა არ ჭამა ხო არ არის მარხვა ძალიან ბევრი უნდა გავიგოთ შევიმესოთ ამ მარხვაშიც და ხსნილშიც რატომ მარხვის მერეც რა გრძელდება სხვადასხვა ხო ამიტომ ძალიან ბევრი უნდა ვეცადოთ შევიმესოთ ეს მეტაფიზიკური კითხვები უნდა გაგებადოთ და ეს რო გებადებათ ეს კითხვები უნდა იქნეს გაანალიზირებული მეტად თუ ნაკლებად ძალიან ბევრი ლიტერატურა ამაზე ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე საუბარი ბევრი შეიძლება მოკლედ ითქვას ძალიან ბევრი ლაპარაკიც მერე ასპობს უკვე აზს ფიტავს ადამიანს ძალიან ბევრი ძალიან ლაპარაკი აი მოკლე პასუხი შეიძლება სწორად დასმით კითხვას მოკლე პასუხები მოკლე ესენცია პასუხი ესენცია ეს მიიღო და შეისისხობს დიდი თემებია მე და კლავ მოკლედ ლოცვა კარგია ძალიან კარგია ლოცვები ეს ყველაფერი მაშინ შედის კიდე ძალაში როცა ვეზიარებ და მაგალითად ხვალ ვეზიარებ ზიარებით ეს შენ თვით გადარჩენაზე შენ გადარჩენაზე მერც მე ახსნულ გადარჩენაზე თვითშველას თანხმობას თვითშველი საიდუმლოში მონაწილეობით აღასრულებ და გეძლევა ამიტომ კიდევ მადლი ეს მადლი მე შედის ორგანიზმის სულში საწევს სხეულში გზავდება მისტიკურად მაშინ რომ იმუნიტეტი გეძლევა მით უმეტეს უზურებები ძალიან ბევრია ამიტომ ჯანმრთელობისაც კარგია საკუთრებით ცვლის და ხოცია მინდა დაგწმობთ და ზახსნი გქონდეთ ისაიდება ცვლის საკუთრებით ვერთა დავსო ზახსნი გქონდეთ გავძლეთ საწუნებს სასწრაფოში სიყვარულში ამინ